ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფში ეგვიპტე ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. მატჩის შემდგომ ეგვიპტელი გულშემატკივრები პირველ 3 ქულას ვანკუვერის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ყველას ეგონა, რომ დღეს ეგვიპტე წააგებდა. მათ ასევე ეგონათ, რომ ევროპული გუნდები დაგვამარცხებდნენ. მაგრამ ჩვენ გამოვედით და საპირისპირო ვაჩვენეთ. ამ ჩემპიონატზე ბრწყინავენ ნაკრებები, რომლებიც ვნებით თამაშობენ. ვფიქრობ, მსოფლიო მშვიდობასთან ყველაზე ახლოს მსოფლიო ჩემპიონატია. აქ ხედავ ხალხს მთელი მსოფლიოდან. ყველა ქვეყანა თავის გუნდს უჭერს მხარს, მაგრამ არ არის მტრობა, არ არის სიძულვილი. აქ ყველას დადებითი ენერგია აქვს. შეხვედრაში ანგარიში ახალმა ზელანდიამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში ფარაონებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს. გამოსარჩევი იყო ეგვიპტის ნაკრების კაპიტანი და გუნდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი, რომელმაც შეხვედრაში გოლი და ასისტი მიითვალა. მისთვის ეს ეროვნული ნაკრების მაისურით 68-ვე გოლი იყო, რითაც მან ეგვიპტის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ეს შესანიშნავი გრძნობაა, ეს ყველა ჩვენგანისთვის დიდი მიღწევაა. მხოლოდ ის გსურს, რომ ჩემპიონატზე ჩვენი თავის საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და ეგვიპტელი ხალხი გავახაროთ. ვფიქრობ, ახლა ისინი ბედნიერები და ამაყები არიან. ერთადერთი, რასაც მათ ვპირდები, არის ის, რომ როგორც დღეს, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯებით, ვირბენთ, ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ. დღეს გაგვიმართლა, რომ თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ, უკეთესი მატჩი ჩავატარეთ. რთული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და რთულ ჯგუფში ვართ. ახლა ჯგუფის ლიდერები ვართ. დღეს და ხვალ უნდა ვიზეიმოთ. შემდეგ კი ბოლო მატჩზე გადავერთოთ. გამარჯვებით ეგვიპტის ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში გუნდი 4 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ახალი ზელანდია კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა. თუმცა ამის მიუხედავად პლეი-ოფში გასვლის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებს. ამისთვის ახალმა ზელანდიამ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბელგიის ნაკრები უნდა დაამარცხოს. ეგვიპტე კი ირანის ნაკრებს დაუპირისპირდება და პლეი-ოფისთვის ფრედ საკმარისი იქნება.